ტრამპი ევროპას არც კი სცნობს, მისთვის გაუგებარია რატომ უნდა ისხდნენ ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან. ნაწილობრივ ამის მიზეზი ის არის, რომ ევროპას მოლაპარაკებები აქამდე უნდა დაეწყო. თუმცა მათ თქვეს, რომ ამას არასდროს გააკეთებდნენ. თუმცა ამ ბოლო ხანებში აზრი შეიცვალეს. დღეს ევროპელებისგან მოვისმინე პრეტენზიები იმის შესახებ, რომ ისინი მოლაპარაკებებში მოწვეულები არ იყვნენ. ამისთვის თქვენ 3 წელი გქონდათ. ახლა ევროპელები და ზელენსკი გაოცებულები არიან იმით, თუ რა ხდება. ღმერთო ჩემო, თუ სწორად მივხვდით, თქვენ ამტკიცებთ, რომ ჩვენ ევროპელები ამერიკის საგარეო პოლიტიკას არ უნდა მივყვეთ. დიახ, რა თქმა უნდა, ევროპას უნდა ჰქონდეს მისი საკუთარი საგარეო პოლიტიკა, თუმცა მათ გულუბრყვილოდ მიაჩნიათ, რომ შეეძლოთ ბაიდენის იმედი ჰქონოდათ. მე მათ ძალიან ბევრჯერ ვუთხარი, არ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები იმ გაზსადენს გიფეთქებდეს, რომელიც ევროპას ენერგიით ამარაგებს და შემდეგ ნამდვილი იდიოტივით ისე იქცეოდე, თითქოს არაფერი მომხდარა. ვითომ არ იცით, ვინ გააკეთა ეს სინამდვილეში? თუ არ იცით, მე გეტყვით ეს ვინ გააკეთა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირდაპირ ეთერში თქვა, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ჩრდილოეთ ნაკადის მილსადენი განადგურდება. ჩრდილოეთ ნაკადი 2 აღარ იარსებებს. ჩვენ მის არსებობას დავასრულებთ. ნუ თუ ეს რაღაცაზე მინიშნება, ეს არ არის საგარეო პოლიტიკა, ეს უბრალოდ იმის კეთებაა, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა რომ შენ გააკეთო. მაგრამ ახლა რა თქმა უნდა რთულია ტრამპის საგარეო პოლიტიკაზე გადაეწყო. ჩემთვის სიგიჟეა, რომ 720 ევროპარლამენტარიდან, მათ შორის ერთ-ერთი მეც ვარ, უმრავლესობა ომის გაგრძელებას მხარს უჭერს. მხარს უჭერენ იარაღის გაგზავნას უკრაინისთვის. უცნაურია, თუმცა თუ ევროპარლამენტარებს კითხავთ, თუ ვინ უგულებელყოფს გაეროს ყველაზე ხშირად მსოფლიოს ყველა ქვეყანას შორის, დარწმუნებული ვარ, აბსოლუტურად ყველა ევროპარლამენტარი იტყვის, რომ ამას რუსეთი აკეთებს. თუმცა ეს ასე არ არის. ერთ საიდუმლოს გავანდობ ევროპარლამენტარებს. ამერიკის შეერთებული შტატები არის ქვეყანა, რომელიც სრულად აიგნორებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. მასთან ახლოსაც კი არავინ დგას ამ თვალსაზრისით. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკამ მსოფლიო მასშტაბით 100-მდე რეჟიმის ცვლილების ოპერაცია მოაწყო. რუსეთი აკვირდებოდა თუ როგორ ავრცელებდა ამერიკა მის სარაკეტო სისტემას ევროპის აღმოსავლეთით, როგორ ფართოვდებოდა ნატო და როგორ გავიდა ამერიკა საშუალო მანძილზე მოქმედი ბირთვული რაკეტების შეთანხმებიდან სამხრეთად. ევროპამ არც ერთი ეს პროვოკაციული ნაბიჯი არ გამოაშკარავა, რადგან ერთადერთი სიტყვა, რომელიც ევროპაში შეგიძლია გამოიყენო, არის არაპროვოცირებული. ჩემი აზრით, მხარეებს შორის უნდა მომხდარიყო იმის აღიარება, რომ არსებობს კონკრეტული ლეგიტიმური მიზეზები და შიშები. უნდა მომხდარიყო იმის გაცნობიერება, რომ ევროპელები და რუსები ერთსა და იმავე კონტინენტს იზიარებენ. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.